ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. როდესაც კანონიერი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია დაამხეს და ქვეყნიდან განდევნეს, იმის მხარდამჭერ აქციებზე დადიოდნენ ჩემი შვილები. მე ვარ მარინა ტერიშვილი, გიორგი ტერიშვილის დედა. ყავდა 3 შვილი, მაგრამ ამჟამად მყავს 2. ერთი მომიკლეს 1992 წლის 2 თებერვალს, როდესაც კანონიერი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია დაამხეს და ქვეყნიდან განდევნეს. ამ ერთ-ერთი აქციის დროს ერთი შვილი ცირკის ფერდობთან ჩასაფრებულმა მხედრიონის ნიღბიანმა არაკაცებმა სნაიპერის ტყვიით დამიხვრიტეს. თებერვლამდე მაღაზე წინ იყო უფრო 3 იანვრის ამბები. 3 იანვრის მიტინგზეც იქ იყვნენ ჩემი შვილები, მაგრამ იქ რაც მოხდა, იქაც ესე დახოცეს ახალგაზრდები. ჩემი შვილები ისეთი განერვიულები მოვიდნენ სახლში, დედა რა ნახა ეს ჩვენმა თვალებმაო, ხო დახოცესო, ეს ახალგაზრდა ბიჭები სულა. იქ იყო ეს გიზო ხატიაშვილი, გივიკო რეხვიაშვილი, კახა არსენიძე, აი ეს ამათი გვარები და იმითი სულ ახალგაზრდა საქორწილო ბიჭები. და რა ნახა ჩვენმა თვალებმა, ხო დახოცეს ეს ახალგაზრდები და ავტომატებით მანქანები და ამ სისხლის გუბეებში ისე დადიოდნენ და ფეხებს აბიჯებდნენ შიგაო, რომ რეაქციაც არ ჰქონიათ, მოვიდნენ ძალიან განერვიანებულები. იმის შემდეგ მაინც დადიოდნენ, მაგრამ ეგეთი მსხვერპლი და ის არ ყოფილა. 1 თებერვლის აქცია იყო კიდე, ისიც ძალიან დიდი აქცია იყო. კანცელარიასთან მიდიოდნენ. კი, მივიდნენ, მიაღწიეს კანცელარიამდე ამ 1 თებერვლის მიტინგმა. იყო ძალიან სუსხიანი ამინდი, ცოტა ცივი ზამთარი იყო მაშინ და წყლის ჭავლით იმითი დაასველეს ეს ახალგაზრდები, ეს ხალხი ყველა ის და დაშალეს ეს ხალხი. ამ მყინვარში დენაში ვეღარ გაჩერდებოდნენ ეს დასველებული ხალხი. მაშინ ეს ვყვები იმ ამბავს, როცა ბატონობდა მხედრიონი და ეს პუტჩისტები რო იყვნენ. კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი. ამათით ვინც დაამხეს ეს ჩვენი კანონიერი პრეზიდენტიც. მეორე დღეს 2 თებერვალს დაიგეგმა კიდე მიტინგი, მაგრამ ეს 2 თებერვლის მიტინგი იყო ძალიან გრანდიოზული მიტინგი. ეს აი 200,000 კაცი მაინც იყო ამ მიტინგზე. ვაგზლის მოედნიდან ჩვეულებრივ მსვლელობა თამარ მეფის ხიდისკენ იქით. და დილით 8 ადგნენ ჩემები უკვე ჭობდნენ, რომ როგორ უნდა წასულიყვნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და წინა ღამეს გამოაცხადეს ამათ, რომ არ დავინდობთო ჩვენაო და დავხოცავთო რა, არ გამოხვიდეთო მიტინგი, არ შედგესო, არ ჩატარდესო, თორე ჩვენ არ დავინდობთ არავისო. მაინც არ შეშინებიათ ჩემებს. ადგნენ დილით ჩვეულებრივ ისადილეს და წავიდნენ. მანამ წავიდოდნენ. მე გავაფრთხილებდი შვილო ძალიან მეშინია მეთქი, ხო ხედავ რა გამოაცხადეს გუშინ, რომ არ დავინდობთ და ცოტა ფრთხილად იყავით მეთქი და მამუკამ ხელი გადამხვია და მოფერებით მითხრა, რა მოხდება ერთი შვილი შენ შესწირო საქართველოსო. აი ეს სიტყვები ჩემი ჭკუიდან არ ამოდის, მაგრამ იმისი შეწირვით, რომ არაფერი ეშველა ამ საქართველოს და უარეს დღეში ვართ უფრო, აი ეს უფრო მაგიჟებს და აი მიკლავს გულსა რა. მომეფერა ესე ბავშვი და წავიდნენ, მაგრამ მეც დავდიოდი, ჩემ შვილებთან ერთად მეც ვიყავ იქ, როგორ მინდოდა ხლა ჩემი ოროლი შვილი იყო, ჩემი მული შვილი იყო და მეგობარი ბიჭი იყო კიდე ამათი და ესენი რომ მიდიოდნენ ამ აქციებზე, მე სახლში როგორ გავჩერდებოდი, მჯდარი ყავი სახლში და მეყურე. მეც მივდიოდი, მაგრამ იმათ იცოდნენ მე სალონა შემხოდროდნენ. ვაგზლის მოედანზე. არ შემხვდნენ, მთელი ვაგზლი და რამის ხალხი ეს გავიდა სულ მიდიოდნენ და მე ჩამოვრჩი ცოტა ამ მიტინგში, ამ ჩემი შვილების ძებნაში.
მე სადღა ვიპოვიდი ჩემ მამუკას თუ მერე მითხრეს რომ მამუკას დროშა უჭირავსო და მიტინგზე მიდის წინო. მე ცოტა აუჩქარე ნაბიჯს რომ დავწეოდი და მივსულიყავი მეც უფრო მივახლოვებოდი ამ ჩემ შვილებთან. როგორც კი ეს მიტინგი თამარ მეფის ხიდიდან გადავიდნენ იქით, ეს წეღანად გავიმეორებდა, იქ იყვნენ ჩასაფრებულები. ნიღბებში, ცირკის მოპირდაპირე მხარეზე, ფერდობზე ნიღბიანები და იმათმა დაიწყეს სროლები იქიდან და ხალხმა თქვა რომ არაო ესენი ხალხს ეგონა რომ ისროდნენ ფუჭტყვიებსა დავიჩოქოთო დაჩოქილსაო ძაღლსაც არ ესვრის არავინაო მაგრამ კი ხალხმა დაიჩოქა მაგრამ მე როგორ დავიჩოქები რომ მე ჩემ შვილებს ვეძებ ხედავ რომ ეს ფუჭიტყვიები არ არის და მართლა ისრიან უკვე ამ ტყვიებს გავიხედე მარცხენა მხარეზე დაჭრილი ბიჭი ჩაყავთ გამოვედი აქეთ მხარეზე და უკვე დავინახე რომ ჩემი მამუკა ჩაყავდათ დაჭრილი ბიჭებს და რაღა დაჭრილი ამას სნაიპერის ტყვია ქონდა საძილი არტერიაში მოხვედრილი და ეს იქვე გარდაიცვალა თურმე ადგილზევე აი მამუკას ისევე მაქვს შენახული როგორც გახადეს იქ და მომიტანეს მე არ გამირეცხია აი სნაიპერის ტყვია სადაა აქ მოხვედრილი აი ესე მაქვს შენახული მე ეს საროჭკა ეს არის ჩვენი დემოკრატიული მთავრობა ეს რო დავინახე რომ ჩაყავდათ ამ ფერდობზე აი ბოტასებით ვიცანი ჩემი შვილი რასაც ქვია ჩავედი მაგრამ იქ უკვე სასტრაფოებიც იყო მობილიზებული და მალევე წაიყვანეს ესა მაგრამ მე სასტრაფოში არ ამიშვეს არამიშვეს იმიტომ არამიშვეს რომ ექიმებმა ხონახეს უკვე იქა რომ უკვე გარდაცვლილი იყო ბავშვი და მერე კი გავედით მაინც ავადმყოფოში გავედით იქითკენ ბიჭებმა მანქანები დაიკავეს ისინი და მაგრამ ის დღე თქვენ მტერს რაც მე იქ დამხვდა რომ მივედი მამუკა უკვე გარდაცვლილი იყო და მერე იმას გვეუბნეოდნენ რომ მალე წამოგვეყვანა ჩვენი მიცვალებული თორე შეიძლება მე ალბათ იმასაც არ გამოგვატანდნენ თუ რას იზავდნენ უკვე აღარ ვიცით რა იქაც ისევე დადიოდნენ ის იმითი იარაღებითა და იმით ასხმულები იმ საავადმყოფოშიც აი ორივე სურათებია მაგას აი ეს ბიჭი 3 იანვარს არის გარდაცვლილი ესეც ეს არის ალბათ სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული რა 17 წლის ბიჭი რომელსაც დროშა ეჭირა და მიტინგზე წინ მიდიოდა ესეთნაირად დამიხვრიტეს სნაიპერის ტყვით და მომიკლეს ადგილზევე ეხლა რომ და განახლდა ეს აქციები რაც ხდება ახლა უკვე ისევ ჩვენ ქვეყანაში ამ ევროპულ მომავალზე უარის თქმა და ისინი და გამოვიდა ყველა ქუჩაში რა თქმა უნდა ჩემ გიორგის რა გააჩერებდა სახში ის ვერ დაждდებოდა მშვიდად და ტელევიზორს ვერ დაუწყებდა ცქერას რომ სახლიდან ეცქირა რა ხდებოდა და ესეც დადიოდა სულ ამ მიტინგებზე მაგრამ იქ უკვე იცოდნენ რომ ხშირად ხედავდნენ ხან ეროვნული დროშით იყო ხარ ქართული დროშით მიდიოდა ხოლმე აგერ დროშებით სახში მილაგიას და რა ვიცი მოვიდნენ და გიორგიც წაიყვანეს სახლიდან აქედან წაიყვანეს მე ამ ოჯახის წევრი ჩემი შვილი ეკითხება რომ შვილი თავისი რომ სად მიყავთო რა ხდება ის მაინც გაგვაგებინეთო პასუხიც არ გასცეს აი პასუხიც არ გასცეს ნორმალურად სად მიყავდათ რატომ მიყავდა და თან გიორგი დილით არ იყო სახლში გასული იყო რომ მოვიდა მანქანი და როგორც კი მანქანა გაჩერდა ეგრევე შემოვეხუნენ მანქანის გარშემო გონი 7 მანქანით ყოფილან მოსულები მე სამსახურში ვიყავი არ ვიყავი სახლში და რა ხდება რომ ეკითხებიან გადმობძანდითო და ჩაისვეს მე თავიანთ მანქანაში თურმე და რა ვიცი უთხრეს რაც ხდებოდა რომ მიტინგზე ყოფილიყარო და იყავიო დაფიქსირებული ხარო და პოლიციისკენო წყლის ბოთლი ისროლეო აი ამ იმითი წაიყვანეს ეს მე რა ხო წაიყვანეს
ამათ მოატყვეს დიღმის იზოლატორში გადაყვავსო ცოლს და შვილს და იმათ. ესენი წავიდნენ. აქედან რო გავიდნენ, 9 საათში გიორგი მოაბრუნეს უკან და დაიწყეს სახლის ჩხრეკვა მერე. და სახლში იყო 8 წლის, ეს 16 წლის გოგო. თავისი და 8 წლის შვილი ამ ბავშვებთან ერთად გაჩხრიკეს. ეკითხება ეს ბავშვი რას ეძებთ, რა გინდათ, რამე, მაგრამ აი ყურადღებაც არავინ მიაქცია, ისე უხეშად უპასუხეს თურმე, რომ ბავშვს ტელეფონსაც კი ართმევდნენ. ვიცი, აი ესეთნაირად მოხდა გიორგის ამბებიც და წაიყვანეს ესე. მე რომ მოვედი, გული გამისკდა, გარეთ იმხელა იმდენი ხალხი ტრიალებდა, მე ვთქვი რა ხდება, ხო არაფერი, არავინ არ გარდაიცვალა, არ რაღაცა მეთქი. მაგრამ დამხვდა ესეთი სიტუაცია, რომ მოვედი, წაიყვანეს და რა ვიცი, ველოდებით ახლა იმ 5 მარტსაც 10 იანვარს იყო სასამართლო და ვერ მოვიპოვეთ მასალებიო, რა მასალებს ეძებენ, რა უნდათ. ან სახლი რო გაჩხრიკეს, რა ამოიღეს, რამე რა უნდა ამოიღო, ჩემს სახლიდან ვერაფერს ვერ ამოიღებდნენ. თუ აი იმ დროშებს და იმას წაიღებდნენ და სურათ ჩემი გარდაცვლილი შვილისა და იმისი არ ვიცი. რა უნდა წაეღოთ ჩემი სახლი და რა მექნებოდა მე? იარაღი მექნებოდა თუ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში მოისმინეთ განმარტება. მამუკაც იბრძოდა ამ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, რასაც შეეწირა და გიორგიც აგრძელებს იმის სისხლითა და იმის სიცოცხლის ფასად მოპოვებულ იმ დამოუკიდებლობას და თავისუფლებისთვის გიორგიც იბრძვის და ის ბრძვის ესეც იმ ევროპული მომავლისთვის, რაც უნდათ მამუკასაც და აგერ ჩვენ ამდენ ქართველ მოსახლეობას, რისთვისაც იბრძვის და გამოსულია ამდენი ხალხი, მაგრამ არავის არ ესმის ეს ჩვენი არც ლაპარაკი და არც არაფერი. ამათ ჩემი თქმა უკვე აღარ უნდათ, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი. თორე ახლა ჩემ შვილს რო ეს სულისკვეთება არ ჰქონოდა, რანაირად შეიძლებოდა 17 წლის ბავშვი დროსაც ჭეროდა და მიტინგზე წინ მიდენილიყო და სროლები დაიწყო და ხალხს იმას მოუწოდებდა კიდე თურმე ნუ გეშინიათ წამოდით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წინ ავტობუსებით ბეტერები და წლისჭავლის მანქანებით გადაღობილი დახვდათ გზა ცირკთან და აღარ გაუშვეს იქითკენ ესინი მაინც არ გაუშვეს იქით და სროლები რო დაიწყო ხო საერთოდ უკან გამობრუნდა ხალხი და წამოვიდა. მაგრამ რა გინდა ამ ჩემი შვილის უბედურებასაც კიდე შეეწირა მამამისიც. იმის დარც და უბედურებას და იმას ვერ გაუძლო, ავათ იყო ექიმთან არაფრით არ მომყვებოდა, ჩემი შვილი მიწაში იწვეს და მე ექიმთან რა მინდაო? ექიმამდეც ვერ მივიყვანე, მანამ სიკვდილის პირამდე არ მივიდა, მაგრამ მე უკვე ვეღარაფერი ვეღარ უშველედი. და იმ შვილის დარცსა და უბედურებას გადაყვა მამამისიც. მე კიდევ ტიროდი, ყოველ დღე სასაფლაოზე ვიყავი, დედა მაინც ტირის და იმაშრება, მაგრამ იმისთვის უფრო ძიმეთ აღმოჩნდა ყველაფერი. 33 წელიწადი გახდა წელს 2 თებერვალს, 33 წელიწადი. მე შავი არ გამიხდია ჯერ. არ გამიხდია შავი, რომ მეუბნებიან, ყველა მეუბნება რა აზრი აქვს, რა შველი. არაფერს არ ავშველი. მე რა უნდა უშველო ჩემი შავების ჩაცმით, მაგრამ გული რო მკვდარი გაქვს, შავი კი არა, არაფერი აღარ გაინტერესებს ადამიანს. ჩემ გულს რამე გაახარებს, ფერად შავიცმებ თუ რას შავიცმებ. არ მაინტერესებს უკვე არაფერი. თავარია რომ აი ახლა ვფიქრობ, გიორგი იყო ეს კარგად გამოვიდეს ჯამრთელად იქიდან, მაგრამ რას სამშობლოს გულისთვის, ქვეყნის გულისთვის ყველაფერი უნდა აიტანოს. იმან იცოდა, რომ ესეთი აქტიური მონაწილე რო იყო და მაინც დადიოდა ამ მიტინგებზე და იმებზე. როდისღაც რაღაცას მოუდებდნენ საბაბს. მაგრამ მაინც არ გაჩერებულა. არ უნდათ ევროპული მომავალი ამათ გამოგვიცხადეს და გვითხრეს, უნდათ ისევ ის რუსული რეჟიმი, რომ რუსული რეჟიმის გულისთვისაც იბრძოდა ეს ხალხი. და რამდენი 9 აპრილი უნდა განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში. რამდენი ის 2 თებერვალი, ის სისხლიანი კვირადღის 2 თებერვალი უნდა განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში. აგერ წლევანდელი წლის 2 თებერვალი კიდე რაც მოხდა მოლთან. აი რამდენი ამისთან უბედური დღეები უნდა განმეორდეს კიდე ჩვენ საქართველოში, რომ ჩვენი ქართველი ხალხიც ყველა მოვიდეს იმ აზრზე, რომ ესე იგი ჯობია ალბათ ის უკეთესი ცხოვრება, ის ევროპული მომავალი. ეს საქართველო ჩემი შვილებისა ხო არ არის მარტო.
ეს საქართველო ყველასი იმათი შვილებისა არ არის, იმათი ოჯახის წევრებისა, იმათი დაძმების არ არის, რო არბევენ იმ მიტინგებზე, რა ხალხს რო თავპირი გაუერთიანეს ამ ცემაში და დაასისხლიანეს ეს ამოდენა ახალგაზრდობას, რო ჯანმრთელობა შეურყიეს. იმათი არ არის ეს საქართველო და მათი შვილებისა? ამ ამბების წამკითხავ მომკითხავი არავინ არ არის და ჩემს შვილმა რო წყლის ბოთლი ისროლა თურმე არ ვიცი ჯერ ისიც პოლიცია თუ მეხლანი მილიცია ესენი არიან უკვე სადამსჯელო რაზმები ეს პოლიცია აღარ არის უკვე ესეთნაირად რომ ვექცევი შენ ქართველებს და შენ ახალგაზრდებს შენ ძმებს დებს მამებს აი რანაირად უნდა იმას ვიაზროვნოთ ჩვენც უკვე აღარ ვიცით რა რითი უნდა იხადოს ამ გაღატაკებულმა ხალხმა ამ ხელა ჯარიმები რისთვის იმიტომ რომ ის სამშობლოს სიყვარულისთვის არიან გამოსულები და სამშობლოს მომავალს იცავენ ამის გულისთვის უნდა დასაჯონ ეს ახალგაზრდები ან სიცხლის სამართალი რა არის აი რა დააშავა სიცხლის სამართლისა ხო ჯგუფურიო რა ჯგუფური არავის არ იცნობს იქა ვინც არიან ის მიტინგზე და ისინი არავის არ იცნობს გიორგი იმ ბიჭებს ვისათანაც ერთად ჯგუფურში უშვებენ სისხლის სამართალი ცალკე დააბრალეს და ჯგუფურიცო ეს თუ სისხლის სამართალია თავიანთი დანაშაულები რა არის ერთი აგვიხსნან და გვითხრან მაშინ რომ ქვეყანა სად მიყავთ და ამოდენა ხალხი შეეწირა თავისუფლებას დამოუკიდებლობას და ამ ჩვენი წინაპრები იმათგან მოყოლებული რა ის ევროპული მომავლისთვის ბრძოლი იბრძოდნენ და როგორ გვიმთავრებენ ამ ცხოვრებას და საით მივყევართ ისე იმედით ვცოცხლობთ მაინც ის აქეთ გვამხნევებს ჩვენ მე გეძებთ სულ ტელევიზორში გათვალიერებთ ტელევიზორიც აქვს და თვითონ ვიყიდა რომ მე ჩემი მქონდეს რომ მე რასაც მინდა იმას უყურო და იარეთ მიტინგებზე არ გაჩერდეთ დავდივართ მე პირიქით აქეთ მეუბნებია რა უნდა და რისთვის დადიოდო და ამას რომ მეუბნებიან ამაზე სულ ნერვები მეშლება მე როგორ მეუბნებით მაგ სიტყვას რომ რა უნდა და ბავშვს ბიჭს რომელსაც ძმა მოუკლეს დამოუკიდებლობისა თავისუფლებისთვის შეეწირა ის ბავშვი და გიორგი რო იმის სიცოცხლის და სისხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იცავდეს ამაზე მე მეუბნები რომ რა უნდა და რატო დადიოდა უნდა იმიტომ რომ ამასაც იგივე უნდა და უნდა ის ევროპული მომავალი და ის კაი ცხოვრება თავისი შვილებისთვის შვილიშვილებისთვის და ყველა მთელი საქართველოსთვის მარტო ჩემებისთვის არა ყველასთვის შვილო ყველასთვის უნდა და ეს და ღმერთმა უმრავლოს კიდე საქართველოს ესეთი შვილები, ვისაც მართლა ამ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სისხლისა და სიცოცხლის ფასად უჯდებათ ამის შენარჩუნება და მოპოვება რა კიდე. ესენი არიან ამ რეჟიმის უკანონო ტყვეები და მივმართავ მე ყველა პატიმარს იყვნენ მხნეთ, იყვნენ ამაყად, სამშობლოს სიყვარულისთვის თუ დაისჯებიან მე მაგას სასჯელად არ ავთვლი. ვართ მაინც იმედიანად, მხნეთ და რა ვიცი, ველოდებით ჩვენ პატიმრებს. ადამიანი ცulis. დროების ადამიანი. დროების ადამიანს წარმოგიდგენთ თეგეტა ჰოლდინგი.